ესე იგი მეც მინდა უკვე ორჯერ ვარ აქ ჩამოსული და უკვე რაღაც გამოცდილებები დამიგროვდა პრინციპში ის რაც საქართველოში ყველგან ხდება ამა თუ იმ ხარისხით და რეგიონებში სამწუხაროდ ძალიან ხშირად. მე ვარ ესმა გუმბერიძე, ვარ უსინათლო დაბადებიდან და ძირითადად თბილისში ცხოვრობ და შესაბამისად იქ აქტიურობ, ვითხოვ ხოლმე რომ გაჩერებები გამოცხადდეს ტრანსპორტში, რომ შხლოვანი შუქნიშნები გქონდეს და ასეთ საკითხებზე ვმუშაობ. არა მხოლოდ რომ პერსონალური ასისტენტი გყოლდეს დამხმარე ადამიანი, ანუ რომელიც სახლიდან მარტო გასვლაში დაგვეხმარება და ასე შემდეგ, რომ სწავლება იყოს დამოუკიდებელი ცხოვრების, თქვაც როგორ ვიაროთ ხელჯოხით სადმე და ასე შემდეგ. და ამ ყველაფერზე აქ რახან ჩამოვედი, ლაშასთვის მინდოდა ძალიან სოლიდარობის გამოხატვა, იმიტომ რომ უსინათლოთა კავშირში როდესაც შიმშილობდა 3 ადამიანი ერთი თვე, იქაც ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა ეს თავიდან და ძალიან გულშემატკივრად და გული მწყდებოდა რომ არ იცოდნენ და ამიტომაც მე მინდოდა რომ ლაშასთვის ამ ხრივ რა თქმა უნდა სოლიდარობა გამომეხატა. და ბარემ ძალიან მაინტერესებდა აქ რა ხდება მისაწვდომობის კუთხით. მაგალითად ტრანსპორტი რომელიც გაიშვა ხო სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სოფლებში, მაგალითად გაჩერებები თუ ცხადდება იქან, პანდუსი თუ არსებობს იმ ტრანსპორტში გადმოსაღები რომ ადამიანმა ეტლით შეძლოს ამ ტრანსპორტით სარგებლობა და სამი რას არ იყოს რომ მაინც და ეს მდიდარი არ უნდა არ იყოს საჭირო რომ იყოს რომ თავისით სადმე გავიდეს სადაც ჭირდება. მაინტერესებდა გაჩერებები თუ ცხადდება, პერსონალური ასისტენტის სერვისი, ანუ დამხმარის თუ შემოვიდა და თუ უკვე იღებენ განცხადებას, იმიტომ რომ ვინც არ იცით აქვე გეტყვით მაინც მოსახლეებს რომ თქვენ თვითონ ან თქვენ ოჯახის წევრები, ნაცნობები, მეგობრები, მეზობლები თუ ყავთ შიშიმო პირები, გადაეცით რომ უფლება აქვთ მოითხოვონ პერსონალური ასისტენტი, ანუ დამხმარე, რომელიც სადაც ჭირდება გაყვება, საბუთების მოწესრიგებაში დაეხმარება და სხვა ნებისმიერ ისეთ საკითხში, რომელიც შეიძლება დაჭირდეს სასწავლებლად გაყვება რაღაც შეხვედრებზე, სალოცავად, მათ შორის და სხვა მსგავს საქმეზე ნებისმიერზე, რაც შეიძლება დაჭირდეს. და ამაზე მინდოდა მოკითხვა ინფორმაციის განცხადების დაწერა. და ჯერ ერთი გარეთ ვეკითხეს, რაზე გვინდოდა საუბარი და როდესაც თქვი, რაზეც მინდოდა, დაცვის თანამშრომლები მითხრა არაო. ოღონდ მე ეს არა ვერ აღვიქვი, იმიტომ რომ იმდენად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, რომ საჯარო სამსახურში, სამუშაო საათებში, კვირის დღეს ვერ მივდივარ და არ მიშვებს რომ ვერ დავიჯერე. მეგონა რომ ალბათ მოიკითხავს ამბავს და ოკეი, შევიდა გააჯახუნა კარი. და ცოტა ხანში მეთქი იქნებ მაინც გადაიფიქრეს ან რა მეკითხა რომ რას აპირებენ დაუკაკუნე. და გავაღე, ანუ დაკაკუნების გარეშე არც გამიღია და ის დაცვა ჩამიდგა ისევ კარში და მითხრა რომ ანუ არ მიშვებდა, მეთქი საჯარო ინფორმაციის გამოსათხოვად მოდიორ განცხადება უნდა დავწერო. და ანუ კარი ხელით მეჭირა, იმიტომ რომ უნდა შემოსულიყავი, მაგრამ იმან აი ესე ხელიდან კარი გამომგლიჯა, ლამის ფეხი მომაყოლა და ისე დამიკეტა ის კარი და მინდა თქვა რომ აი ზუსტად ამებადა ეს ანალოგია, რომ მთელი ქვეყანა ახლა მაგ დღეში ვართ, რომ ეს ფეხი გვაქვს კარში ჩადგმული, რომ როგორმე ეს კარი არ დაგვიკეტონ და სახელმწიფო როგორმე შევინარჩუნოთ და ავამუშაოთ. და მე რა თქმა უნდა იმ კარს კიდე ვეჯაჯგურე, ვეკაკუნე და მე გამოვიდა ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც არ მინდა რომ თქვა, იმიტომ კი არა რომ რაღაცის მეშინია, უბრალოდ ზუსტად აქ ნინომ რა ის თქვა, რომ ამათი მიზანი არის იმტრის რომ ერთმანეთი დავჭამოთ და ბოლომდე ხიდები ჩავტეხოთ. არ ვიტყვი ვინ არ ამნიშნობა აქვს, თანამშრომელი მე გამოვიდა და მე მითხრა რომ თურმე USAID-ის მხარდაჭერით და დაფინანსებით ურიგებენ აქ შიშიმო პირებს ეტლებს. ეს არის რეალობა. და კიდევ ის გავიგე რომ თურმე მუნიციპალიტეტის მოქალაქეობა არსებობს, ასეთი ცნება ჩვენ სახელმწიფოში, რომელიც არ არსებობს, რა თქმა უნდა, არც ერთ კონსტიტუციაში არსად არ წერია, უბრალოდ ესეც გამოგონილია იმისთვის, რომ ადამიანები დაგვყოს, რომ ერთმანეთს სოლიდარობა არ გამოუცხადოთ და ერთმანეთს ამბავი არ მოვიკითხოთ. და შიშიმო პირი აქ თუ იჩაგრება, ის თბილისშიც იჩაგრება, ესე იგი. იმიტომ რომ თბილისში რომ ჩამოდიან, ცდილობს იქაური მერია რომ შეზღუდოს
ახლად ჩამოსული და ახლად გადმოწერილი მოქალაქეებისთვის იქ სერვისების მიღება, ესეც გავითვალისწინოთ ყველა. ლაშაზე მინდა აქვე ვთქვა, რომ რა თქმა უნდა ჩვენ ყველას, იმიტომ რომ ეს ფეხი გვაქვს კარში სამწუხაროდ მოყოლილი და ვცდილობთ რომ რაღაცნაირად არ დავკეტოთ, ჩვენ გვჭირდება ყველას დიდხანს სიცოცხლე და გამძლეობა. 100 წელზე მეტიც შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მართლა დავინახოთ ეს ქვეყანა შეცვლილი უკეთეს მდგომარეობაში და რა თქმა უნდა ეს მოიაზრებს შიმშილობის შეწყვეტასაც. დღეს იქნება ეს თუ როცა ის ჩათვლის მე ძალიან მიჭირს რომ ამ ზოგადად არ მიშიმშილი არასდროს ძალიან მიჭირს რომ ადამიანს რაღაცა მოვთხოვო ამ სიტუაციაში ერთადერთი რაც შეგვიძლია მე მგონი არის რომ სოლიდარობა გამოუცხადოთ მასაც და დანარჩენ მოქალაქეებსაც იმიტომ რომ იცოდეთ თქვენი უფლებები და რაც გეკუთვნით აუცილებლად მოითხოვეთ სანამ ის კარი ბოლომდე არ დაიკეტა.